ეხლა ჩავწეროთ ასეთი რეცეპტი ბუღლამა, რომელიც არის სუნელებში მოშუშული. ამისათვის საჭიროა და სასურველია თუ იქნება, რა თქმა უნდა, ბატკნის ხორცი. თუ არა და შეიძლება საქონლის ხორცითაც გააკეთოთ. დავჭეროთ ბატკნის ან საქონლის ხორცი 30 გრამიან ნაჭრევად და კარგად მოვშუშოთ ცხიმში, დაახლოებით 10-15-20 წუთის მანძილზე. შემდეგ დავუმატებთ ამას დაჭრილ ხავს, თეთრი ხახვი, პლუს შეგიძლიათ კიდე მწვანე ხახვით შეუერთოთ. ორივე ხახვი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ბოლო გამზადებამდე უნდა იშუშოს ამ ხორცთან ერთად. დავუმატებთ მცირე რაოდენობის ბულიონს. ხორცის ნახარში გექნებათ ეს, სასურველია ხორცის ნახარში, თორე შეგიძლიათ მდუღარე წყალი. შემდეგ შევკმაზავთ დანაყული ნივრით, გემოვნების მიხედვით, ქინძით. ქინძი და ნიური შეგიძლიათ ერთად დანაყოთ, უკეთესი გემო ექნება. წმინდა დაჭრილი ცერეცოთი პიტნით და მწვანე ტყემლით. მარილი მიეცით გემოვნების მიხედვით. წიწაკაც გემოვნების მიხედვით. მწვანე ტყემალი შეგიძლიათ მისცეთ გახეხილი მწვანე ტყემალი იმ რაოდენობის, რა სიმჟავეც გაინტერესებთ. დაახლოებითი ზომები რო გითხრათ, თქვათ ხორცი შეგიძლიათ 250 გრამზე აიღოთ სადღაც 20 გრამი ცხიმი, ნიორი შეგიძლიათ 4-5 კბილი, შეგიძლიათ ტყემალი აიღოთ სადღაც გემოვნების მიხედვით, სიმჟავე რამდენადაც გაინტერესებთ, დაახლოებით 30 ცალი შეგიძლიათ მიცეთ. მწვანე წიწაკა თუ არა და შეგიძლიათ წითელიც, სადღაც ნახევარი, წიწაკის ნახევარი. შაფრანი შეგიძლიათ მისცეთ, იმის გამო, რომ ფერი ქონდეს განსაკუთრებული, მოყვითალო გაროსფერი. ასევე მწვანე ხახვი და თეთრი ხახვი შეიძლება ორივე ერთად იყოს საბოლოოდ სადღაც 200-250 გრამი. პიტნა და მარილი გემოვნებით, მიირთვით.